გამარჯობა, გიორგი შაიშვილაშვილი არის დღეს ჩვენთან ერთად. ის არის ამერიკის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებული, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, თავისუფლების მოედნის წევრი ამავდროულად და ბევრი წელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. ესეც არის ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხვდებით, უნდა ვისაუბროთ ეროვნულ ინტერესებზე, უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა შანსებს ვკარგავთ რეალურად. და ამ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით, გულისხმობ იმას, რომ არანაირი სტრატეგიული დოკუმენტი განახლებული ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რა უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესი უსაფრთხოების იმ გარემოში, რომელშიც აღმოჩნდით განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლის თვის მაშინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ჯარით. დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის. მე ვაძევნებ თქვენს პოდკასტს, რა ქვია, მაგას თვალს. და ჩემთვის ძალიან ბევრი პატივსაცემი, მათ შორის ჩემი მეგობარი ყოფილა აქ სტუმრად, მათ შორის ამ საკითხებზეც ულაპარაკიათ, ხო, იგივე ეს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის არქიტექტურა, რომ ქვეყანაში არ არის და არ განახლებულა და ასე შემდეგ. და რაღაცნაირად მეც შევავსებ ამ ესე ვთქვათ, ცოდნებს, რაც ამ პოდკასტზე გროვდება. პირველ რიგში არ ვიცი ძალიან თეორიული რო არ გამოგვიდეს, მაგრამ ალბათ მაინც უნდა ითქვას ეს რა, აი სტრატეგიის თეორეტიზაცია რო დაიწყო, ანუ სტრატეგიის შესწავლა როგორც რაღაც დისციპლინის და ამ სფეროს ყავს ხო თავისი ჰეგელი, თქვათ, კლაუზევიცის სახით და შემთხვევით არ ვახსენებ, რაღაც ძალიან ხშირად ადარებენ ხოლმე ჰეგელს, კლაუზევიცს და ეს რაღაცა პროსიულ გერმანული მოტივები ჩანს მასთანაც, ხო? ესე იგი პირველ ეტაპზე მაინც სტრატეგია ითვლებოდა, რომ ეს იყო რაღაცა გენერლის საქმე, ანუ გენერლის საქმე ფრონტზე, ბრძოლის ველზე. და თანამედროვე გაგებით, აი როცა სტრატეგიის გაგება გაიზარდა და უფრო ბევრი ინსტრუმენტი მოიცვა ეროვნული, შეგვიძლია დავარქვათ, რომ ეს უფრო რაღაცნაირად შეიძლება ტაქტიკა იყოს ან ოპერატიული ხელოვნება, როგორც განმარტავს იგივე თქვა კლაუზევიცი სტრატეგიას. მოგვიანებით უკვე აი პირველი და მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების ფონზე, როცა ხდება ინდუსტრიული რევოლუცია, როდესაც მობილიზაციის საშუალებები ჩდება და იზრდება, ხო? და ადამიანთა მასობრივი, ესე იგი, მონაწილეობა ხდება არმიის საქმე და ომის მიზნებისთვის ბევრი ადამიანის მოკლედ მამას ჩართვა შესაძლებელი ხდება. სტრატეგია უფრო ფართოვდება და ითვლება, რომ ეს არის რაღაცა სინქრონიზებული გამოყენება, მოკლედ შეიარაღებული ძალების უკვე და არა მხოლოდ რაღაცა არა ბრძოლისთვის, არამედ ომის მიზნებისთვის მთელი შეიარაღებული ძალების გამოყენება. და კიდევ უფრო მოგვიანებით უკვე ცივი ომის პერიოდში, როდესაც ცივი ომი იწყება, რა ხდება, ხო, ამ დროს ანუ ეს ბირთვულმა, რა ქვია, მაგამ პარიტეტმა და ბირთვული შეკავების ამ კონცეფციამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა იგრძნეს, რომ მშვიდობიანობის დროსაც და ცივი ომი ამიტომაც არსებობს, ხო, ტერმინი, ანუ მშვიდობიანობის დროსაც შეიძლება არსებობდეს საჭირო იყოს სტრატეგია. და აი ამ ტიპის სტრატეგიას უკვე ხშირად მოიხსენიებენ, როცა აი რაც ამ პერიოდში ამის კონცეპტუალიზაცია ხდება, როგორც გრანდ სტრატეგია, ანუ დიდი სტრატეგია. და ეს დიდი სტრატეგია რა არის? ხო, დიდი სტრატეგია უკვე არის არა მხოლოდ ომის მიზნებისთვის, რაღაცა ქვეყნის ეროვნული რესურსების გამოყენება, სინქრონიზებული გამოყენება. არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის მის ხელთარსებული, ანუ სახელმწიფოს ხელთარსებული ყველა ეროვნული ინსტრუმენტის სინქრონიზებული გამოყენება, რომ ამ ეროვნული ინტერესების რეალიზაცია შეძლოს. ეს უკვე მშვიდობიანობის დროსაც. ეს ყველა ეროვნული ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ლაპარაკი აღარ არის მხოლოდ სამხედრო ძალებზე. აი თქვა თქვენ კოლეჯი ახსენეთ, რომელიც დავამთავრე, ამ ამერიკის ომის კოლეჯებში ასწავლიან ამ დაიმი ესეთი აბრევიატურით, სადაც ლაპარაკია, რომ სახელმწიფოს აქვს დიპლომატია როგორც ეროვნული ძალის ინსტრუმენტი, ეკონომიკა, ინფორმაცია და ამ მათ შორის ერთ-ერთია მხოლოდ ემი, სამხედრო შესაძლებლობები და ეს ეროვნული ძალის ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენო მათ შორის მშვიდობიანობის დროსაც, რომ რაღაცა ტიპის ეროვნული ინტერესების, რაც საზოგადოებას აქვს, ეს ამას მიაღწიოდა. ეხლა ეს ეროვნული ინტერესების თვითონ არტიკულაცია როგორ ხდება, ხო? ანუ გასაგებია, რომ ძირითადად ლაპარაკობთ დემოკრატიებზე ამ შემთხვევაში, თუმცა არადემოკრატიებშიც ყველას აქვს რაღაც ტიპის ეროვნული ინტერესი, რა თქმა უნდა.
და ამ ეროვნული ინტერესის ესე იგი არტიკულაცია, მისი ჩამოყალიბება ხდება რაღაც ტიპის დიდი კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც როგორც წესი მიიღწევა ხოლმე პარლამენტებში. ანუ ჩვენ შემთხვევაში აი ეს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო, რატომ მნიშვნელოვანი რომ ყველაზე უფრო მაღალი დონის დოკუმენტს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ჩვენი არსებული კანონმდებლობითაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. და არა პრემიერ-მინისტრი, ან რა ქვია მაგას პრეზიდენტი, ან მით უმეტეს თავდაცვის მინისტრი, ხო? იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ყველას მონაწილეობით შემუშავებული დოკუმენტი. სხვათა შორის და ეს იყო ერთ-ერთი აი ეს ეგრეთ წოდებული lessons learned, ანუ ნასწავლი გაკვეთილი აგვისტოს ომის ვითარებისა, შეცდომებისა, თუ პრობლემებისა და გამოწვევების და 2008-ის მერე მოკლედ ჩვენო პარტნიორებმა რაც გვირჩიეს ერთ-ერთი ეგ იყო, რომ აი ეროვნული დონის დოკუმენტებში, ესე იგი ჩართულობა მაქსიმალურად საზოგადოების და ეს დოკუმენტი რაც დღესაც არსებობს და დამტკიცებულია 2011 წელს. სწორედ ესეა შემუშავებული, რომ მასში იყო ჩართული, თქვათ, საქართველოს საპატრიარქო, მასში იყო ჩართული, მის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინიც, რომელიც იმ დროს თქვათ პარლამენტში არ იყვნენ. და ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც დღემდე არ განახლებულა, იქ არის რამდენიმე, თუმცა ჩვენს შემთხვევაში გარემო შეიცვალა, ხო და ეს გარემოზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ კიდევ, იმიტომ რომ გასაგებია რომ ამ შენს ინტერესებს აყალიბებ რაღაც ტიპის ისტორიულ გამოცდილებაზე და არსებულ კონტექსტზე და შენ რესურსებზე, ხო, პირველ რიგში და დაფუძნებით. ჩვენი ისტორიული გამოცდილება რა იყო? ანუ ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, პრაქტიკულად იმთავითვე მივიღეთ ტერიტორიული პრობლემები, რომლის უკანად ჩვენთვის ცხადი იყო, რომ იდგა რუსეთის ფედერაცია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე 90-იანებმა ხედველობაში დასავლური აკადემიისთვის, პოლიტიკური აზრისთვის, ბიუროკრატიისთვის ჩვენ გაგვიჭირდა იმის ახსნა, რომ ეს არ იყო უბრალოდ ირიდენტისტული თუ სეპარატისტული მოძრაობები და ამ მათ ესე იგი სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა რუსეთის სახელმწიფოს და ასე შემდეგ, ხო? და ამას ბევრი ფაქტორმა შეუწყო ხელი, რომ ამის ახსნა გახდა რთული. ჩვენთვის მაინც ცხადი იყო რომ არა რუსეთის აქტიური მონაწილეობა ჩვენ არ დავკარგავდით ამ ტერიტორიებს. ანუ ტერიტორიული მთლიანობა არის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ინტერესი, რომლის ესე იგი არსებითი შემქმნელი და ასე შემდეგ, როგორც პრობლემის არის რუსეთის ფედერაცია. იმიტომ რომ იმას თავის მხრივ თავისი ეროვნული ინტერესები ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ რესპუბლიკებზე მას ქონოდა გავლენის ინსტრუმენტი და ეს გავლენის ინსტრუმენტი როგორც წესი იყო ეს ამ მსგავსი ეთნოტერიტორიული პრობლემები, რომელიც არსებითად გაღვივდა, შეიძლება საფესვები კიდევ უფრო ძველი იყოს, მაგრამ გაღვივდა სწორედ საბჭოთა კავშირის დროს. ხო? ანუ ტერიტორიული მთლიანობა, ხო? ეხლა ესე იგი თუ ეს პრობლემა გაქვს და ეს არის შენი ისტორიული მეხსიერება, მაშინ რა კონტექსტში ცხოვრობ, სადაც შეგიძლია რომ ეს აღადგინო. აგვისტოს ომიდან მოყოლებული ჩვენ სამხრივადაც და შემდეგ სხვადასხვა ტიპის სამოკავშირეო შეთანხმებაშიც საერთაშორისო მხედველობაში და აგვისტოს ომის შემდეგ სამხრივად გაეროს ტრიბუნი და მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეიარაღებული გზით კონფლიქტების დარეგულირებას, ხო? მაშინ რა ინსტრუმენტი შემოდის, ხო? ამის გასაკეთებლად და შემოდის, რა თქმა უნდა, ეს არის შენი ეკონომიკური სიძლიერის, შენი მიმზიდველობის იდეა და აქაც ესე იგი ჩვენ მეორე ეროვნული ინტერესი აქედან ამასთანაც იყო კავშირში და ისედაც ობიექტური გარემოება იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით ღარიბი ქვეყანა და დღემდე ვრჩებით ასეთად. ამიტომ საჭირო იყო ამ სიღარიბის დაძლევა, ხო? და ამ სიღარიბის დაძლევისთვის ჩვენ გვჭირდებოდა ძლიერი პარტნიორები, ეს ერთი მხრივ ჩვენს უშუალო კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების ეხებოდა და მეორე მხრივ ეხებოდა იმ საკითხებს, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც დასაწყისში ვახსენე, რომ ესე იგი რა გჭირდება, თუ შენ ყავს, შენი პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობა, ყავს 300,000 დევნილი, მაშინ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შენ ასეთი გჭირდება ვიღაც ტიპის კომპენსატორი, ანუ დიდი მოკავშირე. ეს დიდი მოკავშირეც, როცა იმ კონტექსტში, ხო, როცა ეს იდეები ყალიბდებოდა საქართველოსი, იმდროინდელი ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული პოლიტიკური კლასის, ინტელექტუალების, არ ვიცი, ხელოვანების, კულტურის მოღვაწეების აბსოლუტური კონსენსუსი არსებობდა იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო დასავლური სამყაროს ნაწილი და ეხლა ჩვენ მაყურებელი დარწმუნებული ვარ
იცის ეს საკითხები კიდევ უფრო ძველია ჩვენთვის ეს ცივილიზაციური არჩევანი ალბათ როგორც კი შემოდის და ჩდება ქრისტიანობა და ამაზრით ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი ვართ ჩვენ ვიცოდით რომ შეიძლება ვიყავით კონძული შეიძლება ვიყავით მოშორებული ადგილი მაგრამ მუდმივად ვიყავით დიდი ქრისტიანული ოიკუმენის ნაწილი რაც იყო ევროპული ცივილიზაცია ხო და ამ თვალსაზრისით ესე იგი თუ ესეც არის შემდეგი ეროვნული ინტერესი რომ ხდები ამ სამყაროს ნაწილი იმისთვის რომ ისევ და ისევ შენი მოქალაქე ცხოვრობდეს კარგად შენი დევნილი დააბრუნო თავის ადგილზე და რაღაცა აქაც გადადიხარ ესე იგი რაღაც ტიპის ვითარებაში როდესაც იწყებ მოქმედებებს იმისთვის რომ ამ მიზანს მიაღწიო და ამ მიზნის ერთგული იყო დიდხანს ჩვენი პოლიტიკური კლასის მიუხედავად იმისა რომ გახსოვს ხო არსებობდა რაღაც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები მაგრამ ეს ხალხი როგორც ეს მარგინალურად რჩებოდა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტის ტრიბუნიდანაც მოგვესმინა რაღაც ასეთი მაგრამ რა ქვია მაგას ის რაც დღეს ხდება ხო როდესაც უკვე სახელმწიფო ტრიბუნიდან გვესმის ყველაზე უფრო მარგინალური იდეები ჩვენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით ეს პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. და არსებობდა კიდევ ერთი რა თქმა უნდა ეს ინტერესი, რომელიც ამ დოკუმენტშიც არის ჩამოყალიბებული, ეს არის ჩვენი ეროვნული სხეული, ხო? ანუ იმიტომ რომ ვინა ვართ ჩვენ საბოლოო ჯამში? ჩვენ ვართ მრავალეთნიკური ერი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მრავალეთნიკურ ერში არსებობდეს სახელმწიფოებრიობის ერთიანი აღქმა, ანუ ჩვენ მომავალზე ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე რაღაცა აზრით ჩვენი და ჩვენი უმცირესობები, მაგრამ ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთიანი ხედვა გქონდეს მომავლისა, ხო? საერთო ხედვა, გაზიარებული ხედვა, ეს იყო ამოცანა და ამიტომ ამის ნაწილი იყო თქვა იგივე სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი პროექტები, რომელიც იმ დროსაც მიდიოდა და ნუ მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გარკვეულწილად ქართულად იმეტყველონ, ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება და ასე შემდეგ. ანუ ეს ჯამში რა არის? შენ უნდა გქონდეს ისეთი შეკრული, აი ისეთი ქიმია საკუთარ ერში, რომ შენმა მოწინააღმდეგემ ვერ უნდა იპოვოს სუსტი ადგილები, რომელსაც არ უნდა გამოიყენოს მრავალეთნიკურობა ისევ შენ წინააღმდეგ. ისევ შენ წინააღმდეგ და ეს ტრავმა, რომელიც აიმიდან 90-იანებიდან მოყვებოდა ჩვენ ამ თვალსაზრისით. მე მგონი ესეც კარგი გაკვეთილი იყო იმისთვის, რომ ბევრი რამე გვესწავლა ამ თვალსაზრისითაც, არა, რომ აი მოგვიანებით უკვე რუსებმა როცა აქტიურად დაიწყეს ის, რასაც დღეს ჰიბრიდულ ომს ეძახიან, რომ ეს საინფორმაციო კოგნიტური რაღაცა ველი ჩვენი თანამოქალაქეების ყოფილიყო დაცული. აქ გაჩნდა საინტერესო რაღაცა იმ თვალსაზრისით, რომ იმ დროს როცა ჩვენ აი თქვა ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა უკვე კონცეპტუალიზაცია მოხდა, თორე ამ მეთოდებს რუსეთი სულ იყენებს, ხო, ძველი ან უგულისხმობა რუსულ ჰიბრიდულ ომს, როცა ამაზე ვფიქრობდით, ანუ ჩვენი დაშვება, ხო იცი, არსებობს ეგეთი კოგნიტური მიკერძოება, როგორც წესი ადამიანი იწყებ ხოლმე ფიქრს, როცა გამოსავალს ეძებ, რომ აი რა გამოცდილებას გაქვს და ჩვენი გამოცდილება მაინც იყო, რომ აი ჩვენ უშვებდით, რომ რუსეთი შეეცდება სადღაც უმცირესობების საკითხებით манипуляციას, სადღაც საქართველოს რომელიღაც ნაწილში და ასე შემდეგ რა. მაგრამ ვერავინ იმ დროს ვერ დაუშვით. აიო, ეს არის შემიძლია გითხრა, საკმაოდ ბევრი ასეთ დისკუსიაში მონაწილეობდი, როცა მაგალითად მუშაობდი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-20 დოკუმენტზე, რომელშიც პირველად აისახა რუსული საფრთხე ჰიბრიდული, როგორც ჰიბრიდული ომი, უბრალოდ იქ რბილძალაზე გვაქვს ჯერ კიდევ ლაპარაკი. და იქ ვერ დაუშვით ის, რომ რუსეთი ამ ბარიკადებს გაგვიულებდა არა სადმე სხვაგან, არამედ მაგალითად ქალაქის ცენტრში, ვაკეში, არ ვიცი, ჩვენივე ქართველები აღმოჩნდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აი ამ სწორედ ამ კოგნიტური მათი ესე იგი რაღაცა ბრძოლის ველზე და სხვადასხვა ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდებოდით სამწუხაროდ. გიორგი, არსებობდა მაგისი მაგალითი სხვაგან, მაგალითად, აი მე სულ მინდოდა ეს კითხვა დამესვა რა, რომ ეს ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად სხვა ფაზაში არის ახლა, ხო? ანუ განსხვავებული ტერიტორიები ისედაც დაპყრობილი აქვს და ტერიტორიების დაპყრობის გარდა ისედაც არის, ანუ ფიზიკურად არის საქართველოში, ხო? თავისი მოქალაქეებით, თავისი რაღაცა სპორტული აღნაგობის ხალხით, რაღაცა მომზადებული და ჩვენ ზუსტი მონაცემები არ აქვს, ვინ ვიზე მუშაობს, რომელი სტრუქტურა უფრო აქტიურია და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს ხაზიც არის გავლებული, რაზეც შენ საუბრობდი. ხო, ესე იგი, ეს ძალიან კარგი კითხვა, გიორგი და ხმამაღლა ვიფიქროთ, იმიტომ რომ რაღაც ერთი სწორი პასუხი ალბათ არ არსებობს ამ კითხვაზე. ერთი მხრივ არსებობდა
რუსული კონცეფცია იმის თაობაზე, რომ რუსებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს რა ქვეყანაა, ხო, მას არ აქვს დიდი ეკონომიკური, კულტურული მიმზიდველობა. ანუ მის ირგვლივ რაღაც ტიპის გამაერთიანებელი ინტეგრაციული პროექტი დგას როგორც წესი ძალადობრივ coercions, რასაც ეძახიან, ან ძალადობრივი დარწმუნების და იძულების ინსტრუმენტებზე და არა იმაზე, რასაც თქვათ ევროკავშირი დგას, ხო? მაგრამ და ესე იგი ერთი მხრივ მას ჰქონდა მეხსიერება დიდი ძალადყოფნის და ამას ვერ ელეოდა, ანუ რაღაც იმპერიულ საბჭოთა გამოცდილებას, ანუ მას ძალიან კარგად ესმოდა რომ იმისთვის რომ საერთაშორისო არენაზე ყოფილიყო დიდი ძალა, great powers, რასაც ეძახიან, ამისთვის მას სჭირდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე რაღაც ტიპის მაინტეგრირებელი პროექტი, სადაც იქნებოდა ის დომინანტი ძალა, ხო? ამის გაკეთება თავიდანვე დაიწყო საბჭოთა კავშირის ესე ვთქვათ, დაშლის შემდეგ იმ წუთასვე ჩდება დსთ, ხო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრულ. მე ეს იდეები სულ არის ძალაში და განსაკუთრებით პუტინის მესამე ვადის დროს მესამე დრო პრეზიდენტი ხდება 2013-ია, ხო? ესე იგი ჩდება უკვე ევრაზიული კავშირის იდეა, უბრალოდ ჯერ საბაჟო კავშირის, შემდეგ ევრაზიული კავშირის და ასე შემდეგ. ანუ რუსეთს ჰქონდა ეგ იდეები. ჩვენ გვესმოდა ასევე ისიც, რომ ამ იდეებისთვის რუსეთის ხელში არსებობდა ერთი ინსტრუმენტი, ეს იყო, რომელიც არ ახის ძალას გულისხმობს და არა პირდაპირ სამხედრო მოქმედებას, ეს იყო ერთადერთი რა. ეს იყო კორუფცია და ეს იყო მეხსიერება საბჭოთა კავშირის შესახებ. ამიტომ ჩვენთვის მაშინ როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდით, ჩვენ მიგვაჩნდა რომ საქართველოს უნდა იყოს ესეთი ქვეყანა, სადაც კორუფცია შეიძლება იყოს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ან გამოწვევა, ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ორგანიზებული დანაშაული ან კონკრეტული კრიმინალი, რომელიც სიცოცხლის კოდექსით უნდა გაანა, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია იმის გამო, რომ ის შეიძლება იქცეს რუსეთისთვის ინსტრუმენტად საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად სახელმწიფოს სხეულში, ხო? მეორე ეს იყო პოსტსაბჭოთა მეხსიერება, რომელიც დაკავშირებულია რაღაც კონკრეტული ადამიანის რაღაც თაობასთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და ასე შემდეგ. ამ თაობაში ამას ემატებოდა მათ შორის ისიც, რომ ძლიერდებოდა, რაც უფრო იწელებოდა ევროპული ინტეგრაციის და ნატოსთან ინტეგრაციის განსაკუთრებით, ხო? აი, თავისთავად ის ამბავი, რომ გახსოვს იმ ცნობილ ქართულ სახალხო ქცეულ ფილმში მაპი მოგცეს ქორწილის ეპიზოდია რა. ან თავისთავად ეს რომ ესეთი სახალხო დღესასწაულივით ველოდებოდით ამ მაპის საკითხს, ეს ერთი მხრივ კარგი იყო, ანუ აჩვენებდა ჩვენს მაღალ ინტერესს, მაგრამ მეორე მხრივ რაც უფრო შორდებოდით თუ იწელებოდა ეს პერსპექტივა, იზრდებოდა იმედგაცრუებაც, ხო? და იმედგაცრუება განსაკუთრებით იზრდებოდა ალბათ მაინც იმ ადამიანებში, რომელსაც თან ჰქონდათ გამოცდილება რაღაცა რუსული. მაგრამ ჩვენი მაშინდელი დაშვება მაინც იყო ის, რომ რუსეთს გრძელვადიანი პერსპექტივაში საქართველოში დასავლეთთან არათუ კონფრონტაციის უფრო სწორი სიტყვა ალბათ იქნება, ხო, კონკურენციის პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ მან სწრაფად არ აქვს იმის გამო, რომ უამრავი ქართველი ახალგაზრდა მიდიოდა დასავლეთში, ხო, სასწავლებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მას სჭირდებოდა რაღაცის საკმაოდ სწრაფად გაკეთება ჩვენს წინააღმდეგ. მიუხედავად და ეს ანუ აქ საქართველოს რადგან ვლაპარაკობთ, ესე იგი კიდევ ერთხელ რა ვითარება, ხო, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის სამხრეთით, ესე იგი სამხედრო ბაზების განლაგების ფონზე და ჩვენს ტერიტორიებზე, ხო, რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მან აქ მიიღო სამხედრო კონვენციური უპირატესობა, მაგრამ მას არ ჰქონდა რბილი ძალის კონკურენციის, ესე იგი საკმარისი ინსტრუმენტები გრძელვადიანი იმისთვის რა, რა ქვია. თუმცა მიიღო უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად, ესეც ცოტა პარადოქსია და იქნება ამ პარადოქსებს ვისაუბროთ, იმიტომ რომ არ მახსენდება რაღაცა ისეთი ომი ორ სახელმწიფოს შორის, რომ მე წაგებულმა სახელმწიფომ უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად დაუწესა დამპყრობელ ქვეყანას და საბოლოო ჯამში მივიღეთ კიდევაც ის ნაკადი, რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ რაღაცა სხვა ძალის სახელით, ხო? ხო, და ერთი ინსტრუმენტი არ გავურბივარ მაგ კითხვაზე პასუხის გაცემასაც, მე მგონია რომ მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები ვიცი, რა არგუმენტით მიიღეს შეცდომა იყო, თუმცა ის არგუმენტები ანუ ჟღერს ვალიდურად დღემდეც კი და ვთქვათ ეგაც, მაგრამ მანამდე საინტერესოა კიდე ერთი
ინსტრუმენტი, რომელიც აი დღევანდელ კონტექსტშია სამხრეთ კავკასიაზეც ხო და შევეხებით ალბათ, ხო? ეს არის ეკლესია. ხო, იმიტომ რომ რუსეთის ხელში აი ბილძალს, არახის ძალას, არა სამხედრო კინეტიკურ ზემოქმედებს რაც შეეხება, თუ რამე ინსტრუმენტი არსებობდა, რომელიც ესე იგი მისი აი ამ დიდი გრანდ ნარატივის თხრობას ახდენდა მოსახლეობის ფართო ფენებში, ეს იყო საპატრიარქო როგორც ერთმორწმუნეობა და ესე იგი მღვდლები, ანუ ხო, რაღაც ნაწილი ამ ხალხის. და მე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ჩვენი მაშინ გულისხმობ როგორც არ ვიცი ადამიანების რომ ვინც იმ დროს ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის სხვებისაც ვისაც ჰქონდა ამ ქვეყნის რაღაცა ევროპული პროექტი თავში და ასეთები დარწმუნებული ვარ რომ 2012 წლის მერეც იყვნენ ქართული ოცნების არა მხოლოდ კოალიციაში, ქართულ ოცნებაშიც, რომლებიც რა თქმა უნდა მე ნელა შემოეფანდნენ, ხო? ანუ ამ ხალხმა საკმარისად მე მგონი ვერ გაიაზრეს ეკლესიასთან რაღაცა ვერ მოიფიქრეს ის ფორმულა ურთიერთობის, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აი ამ საფრთხეებისგან დაეცვა ჩვენი საზოგადოება. არ არის ადვილი სომხეთში, რასაც უყურებთ ჩვენ ბევრისგან მოვისმინე ამ დღეებში, რომ გულშემატკივრობს ამ ბევრი ქართველი და მეც გულშემატკივრობ ფაშინიანს ზოგადად, მაგრამ მინიმუმ ორი რაღაცა განგვასხოვებს ჩვენ და სომხეთს, იმ დროინდელ სომხეთს და უბრალოდ დღევანდელ სომხეთსა და თუნდაც 2003 წლის საქართველოს, ხო? პირველი სომხეთში ეკლესია არასდროს ყოფილა ასეთი რეიტინგული და ასეთი გავლენიანი და ასეთი მოწონებადი ინსტიტუტი, როგორც ჩვენთან იყო. განსაკუთრებით 2000-იანების დასაწყისში. და მეორე ამბავი მაინც იყო ის, რომ ფაშინიანს დღეს ერთი უპირატესობა აქვს ის, რომ რუსების მიმართ იმედგაცრუება დღეს მისთვის გულზე ასხობს წყალს. ძალიან დიდია სომხურ საზოგადოებაში. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომი სულ ახლახანს არის მომხდარი. და ის სომხები როგორც რაღაცა პარტნიორი, რომელიც გადააგდეს, ხო, ანუ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. ეს ფორმულირება სომხურ საზოგადოებაში ძალიან ძლიერია და ჩვენ შემთხვევაში უკვე 2003 წლის მდგომარეობით სამწუხაროდ არ არსებობდა თქვათ რუსეთის როგორც რაღაც აბსოლუტური საფრთხის გააზრების ესე იგი ძლიერი არ იყო. იმიტომ რომ თქვათ 90-იანების ომები იყო ადრე მომხდარი და მეტიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი ეს მართლა ალბათ კვლევის საგანია, არ ვიცი, ჩვენ შევძელით ის რომ ჭყალებში შევძელით ის რომ მიუხედავად იმისა, რომ კონვენციური ომი ქონდა რუსეთის ფედერაციასთან, ხო, მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს რაღაცნაირად გადახრა, გადახვევა, ვიღაცის კონკრეტული ომი და ასე შემდეგ ეგონა. სიმართლე გიხდით, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის რაღაცეები, ანუ არ გვაქვს ეს მახსოვრობა. ამ ჩვენ მახსოვრობას არ უფრთხილდებით, არ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული ჩვენი მახსოვრობა, არა მხოლოდ 90-იანების, მაგრამ იგივე 2003 წლამდე, ხო, 2002-ში, 2001-ში კოდორში ჩამოსხეს დესანტი, თათუშეთს ბომბავდნენ, პანკისის ხეობას ბომბავდნენ, აპირებდა პირდაპირ ჯარით შემოსვლას, ეს იყო მუქარები გაეროს მუხლებზე დაყრდნობით პუტინი და თითქოს ეს ყველაფერი არ გვახსოვს. ხო, თითქოს არ გვახსოვს მაგალითად ის რუსული სამხედრო ობიექტები, რომელიც საქართველოში იდგა. ესეც ძალიან საინტერესო თემაა იმ რეგიონების მიხედვით, სადაც იდგა და რო ავიღოთ მაგალითად ვაზიანი, თბილისი და ბათუმი, სენტიმენტებიც აი იმ რუსების მიმართ, იმ სამხედროების არ მინდა ვთქვა, მაგრამ მაინც არსებობს. ხო, არ ვიცი, ეგ ხდება თქვა ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოში თქვი, სადაც ოდესღაც რუსული ბაზები იდგა. თქვათ აი მემარჯვენე რა ქვია მაგას პოლიტიკური ძალების რეიტინგი იქ როგორც წესი უფრო მაღალია ხოლმე. ასე რომ ეგ არ არის მე მგონი მე კორელაცია პირდაპირ არსებობს რუსულ ფიზიკურ ყოფნასა და პრორუსულ სენტიმენტებს შორის დღეს. მახსოვრობაზე დავიწყეთ საუბარი და აი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი შენ ბევრი წლის განმავლობაში. როგორ ნარჩუნდებოდა თავდაცვის ან ნარჩუნდებოდა თუ არა ეს მახსოვრობა საერთოდ ის მახსოვრობა რომელიც აი იგივე საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობას გულისხმობდა რუსეთის როლი განსაზღვრული იყო ვიცოდით ხო ან ცალსახად მოწინააღმდეგე ვინ იყო 2008 იყო მანამდე იყო 2014 და ასე შემდეგ
თავდაცვის სამინისტროში როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი და დღეს თუ გაქვს ინფორმაცია საერთოდ რა ვითარებაა, ამიტომ რომ დაჯილდოებების და რაღაცა ისეთ რუტინული ინფორმაციის იქიდან არაფერი არ გამოდის. ხო, მოკლედ ის რომ დავასრულოთ, რაზეც ვლაპარაკობთ, ესე იგი, ჩვენ სადღაც 2000, აი ყირიმის ანექსიის შემდგომ პერიოდში, როდესაც ფიქრობდით მართლაც როგორ დაგვეცვა რუსული ჰიბრიდული ომისგან ქვეყანა, ამ დროს პრინციპში ვერ დაუშვით ის რომ ქვეყანა დასაცავი გახდებოდა არასადმე რაღაც რომელიმე პერიფერიაზე ან რაღაცა ესე იგი ან თუნდაც აპატიონ ეთნიკურმა უმცირესობებმა ჩვენი დაშვება ძირითადად იყო ეს ძველი გამოცდილებების გამო რომ თითქოს იქ რაღაცას გააკეთებდა რუსეთი რა გააღვივებდა კიდევ ერთ რაღაცა შუღლს ან რომელიმე რელიგიური იმაში თემში მაგრამ აღმოჩნდა რომ აი ყველაზე უფრო ესე იგი ორთოდოქსი მართლმადიდებელი ქართველების და ქართველობის არასწორ გაგებაზე მოხდა კაპიტალიზაცია რის შედეგადაც 2014-დან ვიდრე დღემდე რუსეთმა ძალიან დიდი წარმატებით განახორციელა ის ოპერაცია რომელიც არ გამოვიდა მაგალითად კიევში და ამიტომ მოუწია კონვენციური ომის დაწყება იქ ხო გულისხმობ იმას რომ ჩვენ დღეს ცხოვრობთ ჰიბრიდული ოკუპაციის პირობებში რაც შეეხება თავდაცვის ამიტომ თუ არსებობს ტერმინი ჰიბრიდული ომი, მაშინ ჩემი ჰიპოთეზაა ეგ რომ არსებობს ჰიბრიდული ოკუპაციაც. და ამაზე შეგვიძლია კიდევ ვილაპარაკოთ. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, გასაგებია რომ თავდაცვის სამინისტრო არის, იცი კარგად ჩემზე, ოფიცრები არის ხალხი, რომელსაც გეგმის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, რომლებიც გეგმას როცა აკეთებენ, რა თქმა უნდა, გარემოს მიმოიხილავენ, გარემოზე როცა ლაპარაკობენ, გასაგებია რომ მათთვის ნომერ პირველი საფრთხე და მტერი ამ ქვეყნის არის რუსეთის ფედერაცია. და ეს იმდენად ბუნებრივი რაღაც იყო, რომ ან თითქოს ამ დაშვებას თუ ამ რეალობას და ამ ფაქტს სულ ფიქრობდი, რომ აი ამას რა შეიძლება დაემუქროს და ანუ ეს მეგონა რომ იქნებოდა ესეთი კონსტანტა. ანუ ჩვენ ლაპარაკობთ ხოლმე როცა რაღაც თავდაცვას გეგმავდით მომავალი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარებას ხუმრობით ვამოვით ხოლმე რომ ორი კონსტანტა გვაქვს ჩვენ ერთი რუსეთი და მეორე შეზღუდული ბიუჯეტი ხო ანუ რომელსაც წესით კონსტანტა არ უნდა ყოფილიყო და გაზრდილიყო მაგრამ ნუ ამასაც ვეგუებოდით რომ როგორც წესი თავდაცვის ბიუჯეტი იყო ხოლმე და დღემდე რჩება ქვეყანაში დაბალი მაგრამ აი დღეს რა ვითარება როდესაც ესე იგი ქვეყანაში არსებობს ჰიბრიდული საოკუპაციო რეჟიმი და როგორ უნდა იქცეოდნენ ოფიცრები და როგორი უნდა იყოს მათი როლი ამ ყველაფერში ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკითხი რომელზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობ ყველაზე არასწორი ალბათ მოდი გიორგი ანუ მეც და თქვენს ახლა არც ერთი არა ვართ ხო ის ადამიანი ნიშნის მოგებით მე და თქვენ არასდროს არ გველაპარაკია თავდაცვის თუ რაღაც გაგვიკრიტიკებიან სულ იმის გამო რომ გვინდა რომ უკეთესი იყოს და ამ შემთხვევაშიც არა იმის გამო რომ ეგ სენტიმენტი მალაპარაკებს არამედ მართლა სტრატეგიულად სწორი მგონია რომ არასწორია ჩვენი მხრიდან ზოგჯერ Facebook-ზე ზოგჯერ საჯარო სივრცეში ლანძღვა ქართველი ოფიცრებისა იმ ვითარების გამო რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რაღაც დოქტრინული, სტრუქტურული, საკანონმდებლო და სააზროვნო გნებავთ, რომელშიც მათ უწევთ დღეს ოპერირება და მოქმედება. პირველი, ესე იგი, თვით ამერიკულ არმიაში, ამერიკულ საჯარო დისკურსშიც კი, ხო? არასდროს შემწყდა რა ამაზე აკადემიურ სტატიებს წერენ ამერიკელები, ხშირად არა მხოლოდ ამერიკელები, რა თქმა უნდა, როდის არის სამხედრო ვალდებული, რომ არ დაემორჩილოს უკანონო ბრძანებას. აი სულ ახლახანსაც გახსოვთ ხო კალიფორნიაში როდესაც ადგილობრივი გუბერნატორის მოწვევის გარეშე გადაისროლეს პრეზიდენტმა ტრამპმა რა მხოლოდ გვარდიის ნაწილები არამედ იქ შევიდნენ საზღვაო ქვეითებიც ხო აი რა ეს დისკუსიის საგანი ანუ იმ სამხედროებმა შეასრულეს თუ არა უკანონო ბრძანება და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ხო ესე იგი განსაკუთრებით გადადგომის შემდეგ ხშირად წერენ ხოლმე ამერიკელი ოფიცრები ამის თაობაზე და თვით ამერიკული სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების დინამიკისთვისაც კი ეს არ არის რაღაცა ერთმნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ერთი სწორი პასუხი არსებობს და მაინდა-მაინც ასე თუ მოიქცევა სწორია და ამიტომ ის რომ თავისთავად ქართველ ოფიცრებს არ გაუკეთებიათ ღიად და საჯაროდ ამ ყველაფრის საწინააღმდეგო მოქმედება არ არიან ამ თვალსაზრისით სხვებისგან ძალიან განსხვავებულები.
ამას ემატება ის, რომ ჩვენი სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების დინამიკა იმ თავითვე დგას სამხედრო გადატრიალების ტრაუმაზე. დაიშალა თუ არა საბჭოთა კავშირი და გავხდით თუ არა დამოუკიდებელი, ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება. ამ სამხედრო გადატრიალების და შესაბამისად ოფიცერთა მიმართ უნდობლობა პოლიტიკურ კლასში არის ძალიან მაღალი, ხო? ამიტომ ჩვენთან ოფიცრების კონტროლი და ანუ ადამიანს როდესაც მუდმივად აკონტროლებ, ხო? მას ნაკლებად უყალიბდება, რა ქვია მაგას, წესდების მიღმა მოქმედებებისთვის რაღაც სივრცე ფაქტიურად ეზღუდება რა, ანუ ძალიან ჩარჩოებში ექცევა. და ეს კონტროლის მექანიზმები იცი შენ რაც არის, ხო? სამხედრო პოლიცია, გენერალური ინსპექცია და რაც მთავარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონდაზოვის დეპარტამენტი, სამხედრო კონდაზოვი. ამ წნეხში არსებობენ ეს სამხედროები სულ. თუმცა ამის მიუხედავად დღეს რაც იცვლება ჩემი აზრით, აი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ როდესაც ყველაფერი იცვლება ქვეყანაში, სამხედროებისთვის რაც იცვლება არის ის, რომ მათ მიუხედავად ამ კონტროლისა, მათ ჰქონდათ გარკვეული ავტონომია გენერალური შტაბის შიგნით და ეს ავტონომია ეფუძნებოდა ორ რაღაცას რა. ერთი მოდი შენ უჩაერები ყოველ დღეს ჩემს ცხოვრებაში. პოლიტიკოსო, ან მომეცი საშუალება რაღაც ტიპის სამეურნეო საკითხები, რაც მე მეხება, ეს არის წვრთნა, აღჭურვა, არის შემდეგ. მე თვითონ მივიღო ეს გადაწყვეტილებები. და ამას უწყობდა ხელს ის, რომ პოლიტიკოსებისთვის თუ არ იქნება ბუნტი, პრინციპში ეს საკითხი იმდენად უცხო იყო, რომ როგორც წესი ერჩევნათ, რომ არ ჩარეულიყვნენ, არა იყო შესაბამისად პასუხისგებლობა, იმიტომ რომ როცა რაღაცა იცი, რომ პრობლემურია, ეგ ნიშნავს, რომ ესე იგი იცი და არ აკეთებ, ხო? მაგალითად იცი, რომ არ არის საკმარისი შეიარაღება, მაგრამ ამაზე თუ ხელი გაქვს მოწერილი სხვა ტიპის პასუხისგებლობა და ამას მართლა ისედაც გაურბოდნენ პოლიტიკოსები და მოკლედ ამან გაუჩინა ოფიცრებს ეს ავტონომია, კიდე სხვა საკითხები და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ამ ავტონომიის მათთვის იყო მათი კავშირები დასავლეთთან. პრაქტიკულად ყველა მაღალი რანგის ოფიცერს დღეს ქვეყანაში განათლება აქვს მიღებული ან ევროპულ, ან ამერიკულ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, ხო? მათ ჰქონდათ ეს კავშირები მუდმივად იქაურ ოფიცრებთან, ანუ მარტო განათლების პერიოდში ხომ არა, ანუ ამას ემატებოდა ის, რომ ფაქტიურად 2002 წლიდან როდესაც დაიწყო ეს ცნობილი პროგრამა წვრთნისა და აღჭურვის ჯიტები, ვიდრე, არ ვიცი, 2022 წლამდე, ხო? რაღაც ტიპის დიდი პროგრამა ქართული არმიის წვრთნისა და აღჭურვის არ შეჩერებულა ამ ქვეყანაში. შემდეგ ეს ხდებოდა ავღანეთის კონტექსტში, ავღანეთი რო დამთავრდა დაიწყო საქართველოს თავდაცვის ატყოფნის პროგრამა, სადაც ყველა ქართული ბატალიონი გაწვრთნეს ამერიკელებმა. ეგ რას ნიშნავდა, რომ მუდმივად არსებობდა ფიზიკური ყოფნა აქ ადგილზე ამერიკელების, არა მხოლოდ და ეს იყო ესე იგი რუტინული სამუშაო, სადაც რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ პირდაპირ კავშირი ქართულ ოფიცრებთან. ეს რა თქმა უნდა მათ პროფესიონალიზაციას იწვევდა. საბოლოო ჯამში ავტონომიას ოფიცერს კლასიკურადაც აი სამხედრო სამოქალაქო თეორიების დამფუძნებელი, ვინც არის ჰანტინგტონი, ის რას ამბობს, რომ ანუ ოფიცერი როგორც კი ხდება პროფესია, მაშინ იძეს ის ავტონომიურობას. ანუ პროფესია რას ნიშნავს? იცი რომ მხოლოდ მან იცის რაღაცა X, Y და ასე შემდეგ საკითხები ამ საქმეში. და მე უკვე პოლიტიკოს და სამხედროს შორის უყალიბდება დაახლოებით ეგეთი ურთიერთობა რა, რომ პოლიტიკოს შეუძლია, ეს არის ესე იგი, რასაც პოლიტიკოსი ახორციელებს ნაცვლად სუბიექტური კონტროლის ჰანტინგტონის მიხედვით, რომ ობიექტური კონტროლი რას ნიშნავს, რომ ესე იგი ადარებს ესეთ რაღაცას რა, მაგალითად მე თუ მე საჭიროება რაღაცას ქირურგიული ჩარევა, მე შემიძლია ავირჩიო ქირურგი. ხო? ანუ კლინიკა შევარჩიო და შესაბამისად ქირურგი, ვისთან მივალ სამკურნალოდ. ეს არის პოლიტიკოსის ფუნქცია, მაგრამ ის ქირურგი მე ამ ოპერაციას როგორ ჩაატარებს, ამაში უკვე ვეღარ ჩავერევი და არ უნდა ჩავერიო. აი ეს არის იდეალური მოდელი, ესე ვთქვათ, სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების გამიჩნვის რა. სამწუხაროდ ჩვენთან იდეალურთან მიახლოებულიც არ არის და მოკლედ ეს არ არსებობდა ბევრი რამის გამო და პირველ რიგში უნდობლობის გამო პოლიტიკოსების მხრიდან ოფიცრებთან მიმართ, მაგრამ ამის მიუხედავად ამის ჩანასახები გააჩინა აი ამ რაღაცა ავტონომიურობამ, რომელიც ნელ-ნელა მოიპოვეს ქართველმა ოფიცრებმა და ეხლა აგვისტოს ისა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ შექმნილი ვითარება როგორც არის ქვეყანაში, ხო? ეს ავტონომია ირღვევა. ანუ პოლიტიკოსები უფრო მეტად იჭრებიან სამხედრო საკითხებში და ოფიცერთა საქმეში. ვიდრე ეს მანამდე იყო. რას გამოიწვევს გიორგი ეს?
აი, საინტერესო კითხვაა. ნახე, მოკლედ, აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჯარის კონტროლი, ხო? ჯარი იმდენად სუბორდინაციული. ჯერ ქართული ჯარი სამწუხაროდ იმას ბევრად პატარაა, ვიდრე ქაღალდზე გვაქვს და ქაღალდზეც საკმაოდ პატარაა, მაგრამ როცა ვამბობთ ჯარის კონტროლი, ეს ხო არა რამდენიმე 1000 კაცის კონტროლი. ჯარი არის სუბორდინაციული ორგანიზაცია, საბოლოო ჯამში 25 ოფიცრის კონტროლია საჭირო იმისთვის, რომ გააკონტროლოს შეიარაღებული ძალა. დაახლოებით 20-25, 20-დან 50-მდე ოფიცერი შეგიძლია გააკონტროლოს, შესაბამისად მართალ აკონტროლებს შეიარაღებულ ძალებს. კონტროლი და არა მართვა ამ შემთხვევაში. და ესე იგი როგორ მივიდნენ აქამდე? იმიტომ რომ აი სამწუხაროდ მგონია რომ ბევრს არაფერს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ იქიდან უკუ რეაქციის, ძლიერი უკუ რეაქციის კუნთები ამ ორგანიზაციას უკვე ძალიან დაუსუსტა. და ეს გააკეთეს ნელა-ნელა. როგორც ყველგან, ხო? ანუ ჩვენ ხო ერთ დღეში არ დაგვეკარგავს მაგალითად ომბუდსმენის ინსტიტუტი, ან საზმაო რომელიც თქვენ კარგად იცით, ან არ ვიცი რომელიმე ინსტიტუტი, მეტის პარლამენტიც კი. ალბათ სასამართლოშიც ეს მიტაცება ხდებოდა ნელ-ნელა. დაახლოებით იგივე ხდებოდა თავდაცვის ძალებში. ეს ყველაფერი ჩემთვის საგრძნობი ხდება 2019 წლიდან, როდესაც ღარიბაშვილი ბრუნდება თავდაცვის სამინისტროში როგორც მინისტრი. ანუ ამ დროს დაახლოებით ასეთი ვითარებაა რა, რომ თუ მანამდე და ის კარგად მახსოვს, წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი იხარჯებოდა ხოლმე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე თავდაცვის ბიუჯეტიდან. უცებ ღარიბაშვილის დროს ეს ყველაფერი ადის 100 მილიონზე. ხო? და იმ 20 მილიონსაც ხშირად ვერ ითვისებდნენ ხოლმე სამუშაოების გაწელვის და სხვა ისეთი პრობლემების გამო. ჩემთვის ეგ იყო ინდიკატორი ორი რაღაცის. რა მე ხა ამ შემთხვევაში ვერ გამოვიძიებ და გამომძიებელი არა ვარ და არ ვიცი ეს ფული რაღაც კორუფციულ მიზნებსაც ხმარდებოდა თუ არა, ან ვინ იყო ის კომპანიები, რომელსაც აშენებდნენ და ამ შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, ალბათ იყო ისეთი ხალხი, ვინც მე პარტიულ ჯიბეში მაინც აბრუნებდა ამ ყველაფერს თუ პარტიულ კასაში. მაგრამ რომც წარმოვიდგინოთ, აი ობიექტურად ვითარება, ხო? როდესაც სამინისტროს ბიუჯეტი არსებითად არიზდება, მაგრამ უცებ 20 მილიონიდან 100 მილიონი ხდება ინფრასტრუქტურული ისა ნაწილი ბიუჯეტის და ეს ხდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ეგ ნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რა ნიშნავს იმას, რომ შენ იწყებ ადამიანების კომფორტით ყიდვას. იმიტომ ყველას მოგწონს, ეს კომფორტი მეც მომწონდა, არაფერი დასამალი არ არის, იმიტომ რომ რაღაცა რემონტდება, რაღაცა ესე იგი რაღაცა ხო მაინც კეთდება. არა, განა არ იყო, ნახეთ როგორ რაღაცა სამინისტროს ეზოში იყო ასფალტი, აყარეს ასფალტი, დააგეს ასფალტი, უკეთესი ფერის გამოვიდა. რამდენჯერმე გამწვანება, რომელიც ძალიან ძვირიჯდებოდა და ვხედავდი, ჩემ თვალწინ ხმებოდა ეს ხეები, მე თავიდან ჩაყრიდნენ და მართლა სულ, ანუ რომ მიდიოდი სამინისტროს ყველა ქვედანაყოფში, ყველა ბაზაზე, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ყველგან იყო ფუსფუსი, სულ რაღაცა ხდებოდა რა და ეგ მოკლედ ერთი მხრივ აჩენდა განცდას თითქოს რაღაც აღშენებლობის, მეორე მხრივ ხდებოდა ადამიანების გულის მოგება და ანუ ეს იყო მოკლედ ერთი კომპონენტი ამ გულის მოგების რა. მეორე უფრო ადრე იზორიას დროს დაწყებული კომპონენტი იყო, შენ ეხლა ჩემზე უკეთ იცი რა, ამ პერიოდში ბიჭებთან ერთად ავღანეთში დადიოდი და რაღაცეები. აგვისტოს ომის შემდეგ არის ჯენტლმენური შეთანხმება არსებობდა ოფიცერთა შორის, რომ ჩვენ არ გვეყოლება ბევრი გენერალი. 16-ში თავდაცვაში რომ მივედი 16 წელს, 3 გენერალი იყო მოქმედი თავდაცვის სამინისტროში, გენშტაბის უფროსი, მისი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და ჯეისამის უფროსი. არა, 4 ბოდიში და ეროვნული გვარდიის სარდალი. 4 გენერალი შტატი არსებობდა. იზორიამ ეს ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვია და დღეს, არ ვიცი, რამდენი წლის თავზე 2016-დან დაახლოებით 10 წლის თავზე, ყავს თითქმის 50-მდე მოქმედი გენერალი. მაშინ იყო ის, რომ აი რადგან აგვისტოს ომი წავაგეთ, მოდი ახლა ყველან დავირტყავთ. იზორიამ რატო გააკეთა ეს და შემდეგ ყველა მინისტრმა გაიმეორა, იცით, რომ მას ძალიან კარგად ეს მას ჭირდებოდა გულის მოგება ამ ოფიცრების ერთი მხრივ, ვინც გენერლის იმას ირტყავდა, რა ქვია. მე არ ვამბობ, რომ ამათ შორის ვინც იმ პერიოდში გენერალობა მიიღო, ყველამ დაუმსახურებლად მიიღო, მეთქი არანაირად ამის თქმა არ მინდა, მაგრამ უბრალოდ ეს შეთანხმება დაირღვა, გესმის? და რაც თავარია, ანუ მინისტრები რას იგებდნენ ამით? მინისტრები იგებდნენ იმას, რომ მაგალითად იზორიას ყველა მოადგილე დაწინაურდა საკუთარ სპეცწოდებაში. ეხლა მე მახსოვს, რომ მაგალითად იგივე თინა ხიდაშელს მოადგილეებში არ ყოლია არც ერთი სპეცწოდება იმას რო აუხსნათ რაზე ლაპარაკი. ლაპარაკია პოლიციის წოდებაზე, იუსტიციის წოდებაზე, პროკურატურიდან, გენინსპექციიდან მოსული ადამიანების წოდებებზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოქონდათ თან.
და რა ვითარება შეიძლება? თინახი და შელის დროს არც ერთი მოადგილე შეიძლება არ იყო, მაგრამ იგივე თინას დროს ხო დაინიშნა სამხედრო პოლიციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი, ხო, რომელიც თინას კადრებად ითვლებოდნენ. ეს ხალხი პოლკოვნიკის ჩინით მოვიდა. თავში აზრად არავის არ მოუვიდოდა იმ დროს, რომ მათთვის გენერლობა მიენიჭებინა, გესმის? და ეს მანამდეც ასე ხდებოდა რა. ანუ მინდია ჯანელიძე სპეცსამსახურების კადრი იყო, მაგრამ მისი მოადგილეები, გენერლები არ გამხდარა. აი ჩიქოვა, იმან იზორიამ დაიწყო, ეგ ჩიქოვანი შემთხვევით არ წამოსდენია, გენერალ-მაიორი გახდა. და ესე იგი ადამიანები, რომლებიც რაღაც სისტემიდან მოვიდნენ, თავისივე სისტემამ კაპიტნობას არააცდინა, წარმოიდგინეთ, პოლიციაში კაპიტანის ვერ გახდნენ და თავდაცვის მოვიდნენ და მე რა რო სპეცოდებაა, ზუსტად იგივე სოციალური გარანტიები ვრცელდება ამ ხალხს. გახდნენ გენერალ-მაიორები, გენერალ-პოლკოვნიკები და რა ყველა აბსოლუტურად. მათი სამხედრო პოლიციის უფროსები, გენერალური ინსპექტორი, ანუ გაგიჟება შეიძლებოდა, თან ძალიან სწრაფად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამიტომ ეს საშინელი მანკიერი რაღაცაა ეს სპეცოდება, იმიტომ რომ არანაირ კრიტერიუმს არ ექვემდებარება, ესე იგი, მინიჭების საკითხი რა. და ეს, მოკლედ, ეს ჩინები, ხელფასები და სოციალური პროექტები. ბინების მშენებლობა მაგალითად, ხო, ყვადაღებული. რა ქვია მაგას, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი და ასე შემდეგ. ეს გახდა ესე იგი, სისტემაზე ზემოქმედების რბილი ძალის ისე რა ქვია, ინსტრუმენტი, ისე რომ ნელ-ნელა შეემცირებინა უკმაყოფილება. ამიტომ ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ იმას, რაზეც მანამდე ვილაპარაკე, ის რომ თვითონ ოფიცრებს, ესე იგი, ხო, ანუ შეზღუდული აქვთ მოქმედების არეალი აი ამ საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულებების და ამ შემდეგ გათვალისწინებით, მე არ ვიცი როგორი იქნება, რა ქვია მაგას, უკურიაქცია. მე ვიცი დაახლოებით განწყობები, ანუ ეხლა მოსახლებამ, ჩვენ მსმენელმა არ მინდა იფიქროს, რომ ნამდვილად არ არის ეგრე, რომ რაღაც ყველა ქართველი ოფიცერი იზიარებს ამ სტრატეგიულ კურსს, რომელშიც ცხოვრობთ. არამც და არამც. უბრალოდ ისინი დღეს იმშვიდებენ თავს სამი რაღაცით. ერთი ის, რომ ისინი ვინაიდან თვითონ ესე იგი განსხვავებით, რა ვიცი, სამხრეთ აფრიკული დიქტატურებისგან რა, ან ლათინოამერიკული, ჩვენთან დიქტატურა დგას პოლიციურ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებზე და არა შეიარაღებული ძალების ოფიცრებს. ისინი არ არიან აქტიური შემოქმედნი ამ ყველაფრის. ისინი არ მონაწილეობენ, თქვათ, დარბევებში და ასე შემდეგ. მეორე რითიც თავს იმშვიდებენ არის ის, რომ ჯერ კიდევ გრძელდება ტექნიკური თანამშრომლობა დასავლეთთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხო? და ეს წვნებიც ამის მათ შორის ეს წვნები მაგის ნაწილია და მე მომხრე ვარ ეს წვნები რომ ნარჩუნდება, იმიტომ რომ მე ამერიკის ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ყოფნა აქ დაფიქსირდეს ამ რეგიონში ამ დიდი სწავლების სახით და რაღაცა და ამის აღსრულებას ხო ჭირდება ადამიანები, ოფიცრები და ამიტომ ესე იგი ამითიც იმშვიდებენ თავს და ნუ მესამე ეს არის ის რომ ყველაზე უფრო რადიკალურები მათ შორის ხშირად ამბობენ იმას რომ არის ანუ მე ხშირად მაკომუნიკაცია ამ ადამიანებთან რა თქმა უნდა ანუ არ მოსწონთ რაც ხდება, მაგრამ თავს იმითიც იმშვიდებენ რომ ხვალ რომ რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში, ადგილს აქ უნდა ვიყოთ იმისთვის რომ რაღაც ტიპის წინააღმდეგობა შევძლოთ. თავისთავად ეს შეიძლება იყოს განწირულის სულისკვეთება, რაღაცა ისეთი აქტი, რომელსაც ადამიანი ამბობს და მის სინამდვილე შეიძლება რეალობაში არ იმუშაოს იმის გამო რომ რუსეთს აქ ოპერაციის მაფორმირებელი ფაზა იმდენად ღრმად არის წასული, ხო, რომ ანუ კონვენციული ფაზა ან არ დაჭირდება და თუ დაჭირდებათ ამას იმდენად სწრაფად გააკეთებენ, აი როგორც კიევში ქონდათ დაგეგმილი და უბრალოდ არ ჩაუვარდათ, ჩვენთან ეს ძალიან ეფექტურად გააკეთებენ ამას, მაგრამ თავისთავად ეხა ადამიანი ამ არგუმენტს რო გეუბნება რომ სისტემაში ამის გამო რჩები, ეხა იმის განკითხვა არ მოსულა, ხო? ანუ ის არ რჩება იქ, იმიტომ რომ ღარიბაშვილს ემსახუროს კობახიძეს და ივანიშვილს სიტყვას. იყო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც აი აქტიურად გვცემდნენ ქუჩაში, რამდენიმე მომწერა, არც ისე დაბალი რგოლის ოფიცერმა, რომელმაც მითხრა, რომ აი მინდა რომ წამოვიდე. დავწერო პატაკი და წამოვიდა, რაც ჩემი პოზიცია იყო, რომ არა, დარჩი, იმიტომ რომ ერთი ოფიცრის წამოსვლა ამ ვითარებაში, თუნდაც 5-ის აქ გარეთ ჩვენს პროტესტს ახალს ვერაფერს ვერ მატებს სამწუხაროდ და შიგნით კიდე უბრალოდ მის ადგილს ძალიან სწრაფად შეავსებენ რომელიმე პარტიული კადრით. ამიტომ
ეს წითელი ხაზი რა იქნება მოკლედ ამ ვითარებაში, რომელზეც კოორდინირებულად ბევრი მაღალი ჩინის სამხედრო, ხო, რაღაცა სიტყვის და ხმას აიმაღლებს, არ ვიცი. რა შეიძლება იყოს აი ამ ჰიბრიდული ოკუპაციის, ასე ვთქვათ, ცვლილების ინსტრუმენტი. რა შემთხვევაში შეიძლება ეს ჰიბრიდული ოკუპაცია დასრულდეს ქვეყანაში. იმიტომ ისეთ ფაზაში ვართ მართლა ჰიბრიდული ოკუპაციის პირობებში, რომ აქ რთული ეს არ გავს არც 2011 წელს, არ გავს არც 2013 წელს, არ გავს ბევრ სხვა ქვეყანას. ეს აბსოლუტურად რაღაცა სხვანაირი რამ არის შექმნილი ახლა. როგორ ხედავ აი შენი გამოცდილება, შენი, რა ვიცი, განათლება, რა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევს, რა შეგიძლია გაგვიზიარო? ანუ მესმის პრინციპში რას ნიშნავს ეს ჰიბრიდული ოკუპაცია? საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მაგალითად, ხო? ანუ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმალიზებულად შეცვლასაც, რომელიც ჯერ არ მომხდარა და რომლის პირობებს ქმნიან ახლა. ჩვენ დასაწყისში ხო ვთქვით, ჩვენი საგარეო პოლიტიკა რუსეთისგან დისტანცირების და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის არ დაგვიწყვია მხოლოდ საკუთარი რაღაცა ტრადიციული ღირებულებების გამო თუ ისტორიული გამოცდილების გამო. ბოდიში რო დავაკონკრეტო, ახლა ჩვენ ფინეთიზაციის პროცესში ვართ, ანუ ფინეთი 2022-მდე ცხადია. ნახე, 39 წლის შემდგომი ფინეთის ფაზაში ვართ. არამც და არამ. სამწუხაროდ მოკლედ არსებობს მოდელი მათ შორის ფინეთის, ხო, როდესაც რაღაც ტიპის დიდი საგარეო პოლიტიკური დათმობის ხარჯზე შენ და მათ შორის ტერიტორიულისაც ფინეთის შემთხვევაში შენ აღწევ რუსეთისგან დამოუკიდებლობის ისეთ სტანდარტს და ისეთ ხარისხს, რომელიც არ ვიცი რამდენიმე წლის თუნდაც 10 წლის შემდეგ აგერ მიგიყვას იქამდე სადაც მივიდა ფინეთი, ხო? ჩვენთან პირიქით მოხდა, ანუ ჩვენ ესე იგი ჩვენს სახელმწიფოებრივ სხეულში, ანუ ინსტიტუტებში. ფინეთის შემთხვევა რატო იყო ისეთი განსხვავებული? იმის გამო, რომ ფინური სახელმწიფო და ფინეთის სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები სრული ანტიპოდი იყო საბჭოთასი რა და ანუ ტიპიური ისეთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნეს, მათ შორის შეიარაღებული ძალები და თავდაცვა და მობილიზაცია და რეზერვი და ასე შემდეგ. და მან ამის შედეგად, რაღაც ეტაპზე დადგა ისიც კი, რომ როგორც კი არის საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ, ამის გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ამის საშუალება მისცა, ნატოს წევრები გახდა. ჩვენ შემთხვევაში, ანუ ჩვენ სამწუხაროდ რა ვითარებაში ვართ, იცით? თუ მაინც ანალოგიებზე უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ დღეს ვემსგავსებით ფაშინიანამდე სომხეთს ყარაბაღის გარეშე. ანუ ფაშინიანამდე სომხეთი რა სახელმწიფო იყო, ხო? ის იყო რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე, ოღონდ იმის გამო, რომ მას ჰქონდა ტერიტორიებზე კონტროლი. ყარაბაღი პლუს 7 რაიონი. აქ კიდე უარესი ამბავი გვაქვს. ჩვენ სამწუხაროდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე ნული გვაქვს დინამიკა, რა ქვიან, კონფლიქტების ჩვენ სასარგებლოდ გადაჭრის. იქ ფიზიკურად იმყოფებიან რუსი ჯარისკაცები, სამხედრო ბაზები არის. საქართველოს სხვა რეგიონებში სადაც სამხედრო ბაზები არა აქვს რუსეთს, ფიზიკურად არიან რუსები ძალიან ბევრი და კაცმარის მუშაობენ. ხო. აი ესენი არ არიან, ხო? უმეტესობა უბრალოდ ომს გამოქცეულები, ხო? ანუ ეთყობათ კიდევაც სახეზე ვინ არის სიმართლეში. ასეთებიც ბევრია. ამის კონტროლის მექანიზმი ფიზიკურად ესეთ პატარა და ღარიბ ქვეყანას არ მგონია გააჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ამ მოცულობაში. და ინსტიტუციებში სრული პენეტრაცია, ხო? ანუ ოღონდ ნახეთ კიდევ ერთხელ, აი მოკლედ ვილაპარაკოთ სომხეთზე და აზერბაიჯანზე რა. საქართველოს ხშირად, აი განსაკუთრებით ქართულ ოცნებასთან აფილირებული ადამიანები, ან მათი სიმპათაიზერები აკრიტიკებენ ფაშინიანს, ხო? და ამბობენ, რომ მან ტერიტორიები დააკარგვინა ქვეყანას. ფაშინიანი მეორე მხრივ მისი მხარდამჭერების პერსპექტივიდან ძიმე პოლიტიკური ტვირთისგან გაათავისუფლა სომხეთი და ეს რა ტვირთი იყო, ხო? ეს იყო ტვირთი ყარაბაღს პლუს 7 რაიონის კონტროლი. რის შედეგადაც ამ კონტროლის შედეგად მოკლედ
სომხეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მთლიანად იყო ჩამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. და სინამდვილეში რუსეთის ფედერაციამ ეს სტრატეგიული ვალდებულებები და უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთთან უბრალოდ არ შეასრულა. იმის გამო რომ სხვა ინტერესები ჰქონდა აზერბაიჯანთან და სხვა, ხო? ანუ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კიდე ერთხელ სომხეთმა ფაშინიანამდე სომხეთმა ერთი მხრივ მიიღო ტერიტორიები და უფრო მეტი საკუთარ ანუ იურისდიქციაზე კიდე უფრო მეტ საკონტროლებდა და მეორე მხრივ დაკარგა საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი. ანუ ის ვეღარ აკეთებდა საკუთარ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად, ხო? ამის კლასიკური მაგალითი იყო პეტროსიანი, როდესაც 2013 წელს აი ამ აღმოსავლეთის იმაზე, რა ქვია, როგორ ერქვა, სამეზობლო პოლიტიკა და მე აღმოსავლეთის პარტნიორობაზე, ანუ ერთად მივდიოდით ჩვენ სომხეთი მოლდოვა, ამ ერთ პაკეტში ვიყავით და 2001 ზარით მოსკოვში დაიბარეს, უარი ათქვევინეს, ის შეუერთდა საბაჟო კავშირს და ვერ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას 2014-ში უდგებოდათ მათაც ეს ეტაპია რა. ანუ საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტის უარის თქმა, თუმცა ტერიტორიები სამაგიეროდ. ეხლა შევხედოთ საქართველოს დღევანდელს რა. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ იმას, რა ქვია, ტერიტორიებს. ამ მიმართულებით ნული გვაქვს საერთოდ დინამიკა. რუსები უпростоრად ოცნებამ რამდენჯერმე დატესტა ეს კონფედერაციის იდეა და თუ გნებავთ მე მაგაზეც ვილაპარაკოთ. მაგრამ რუსებმა შორს დაიჭირეს პრინციპში ამისგან, იმის გამო რომ ძალიან კარგად ხვდებიან რომ თბილისს ისედაც აკონტროლებენ, ანუ რატო უნდა გაგვიგო რომ რაღაც დამატებითი კოჭი და რისთვის უნდა შემოვიდნენ ამ ტიპის მოლაპარაკებებში, როცა ანუ ჩვენ დავკარგეთ როგორც საგარეო პოლიტიკური არჩევანი ამ წუთას, ხო, ოცნების ხელში. ისე საკუთარ ანუ როგორც საშინაო სუვერენიტეტი, ისე საგარეო სუვერენიტეტი დაუთმეთ რუსეთს ისე რომ ნული აქედან შედეგი და ამ თვალსაზრისით ეხა ადამიანის უფლებების ჭრილსის რო შევხედოთ, ხო? არსებობენ ავტორიტარიზმები, რომლებიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად საკუთარი აი ინტერესებზე რომ ვლაპარაკობთ, ეროვნული ინტერესების რეალიზაციას მაინც ახდენენ. ანუ ქართული ოცნების ეს ქცევა ვერ აიხსნება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით. მათ შეეძლოთ გაეუარესებინათ საქართველოსში, რა ქვია, ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ოღონდ საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების ასე გაუარესება არ იყო ამისთვის საჭირო, ხდებით? მაგალითად შევხედოთ ალიევს, ხო? ანუ ალიევმა შეძლო ის, რომ არ ვიცი, კონკრეტულ მომენტუმში 2020 წლის მდგომარეობით რუსეთის არჩარევა მინიმუმ და თურქეთის აქტიური მხარდაჭერის შედეგად და რაც თავარია საკუთარი შეიარაღებული ძალების წლების მანძილზე თანმიმდევრული განვითარების შედეგად მოახერხა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც კი უკრაინაში იგრძნო რუსეთის ზედმეტი, ესე იგი, იგრძნო რომ რუსეთი აი ჭაობშია და ჩაფლულია ამ კონფლიქტში და მას აღარ შესწევს უნარი აკონტროლოს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, იმ წუთას დაიწყო დისტანცირება რუსეთისგან და შევიდა ისეთ პრაგმატულ ურთიერთობებში, რა ქვია მაგას, დასავლეთთან, ხო? ანუ გვახსოვს ჩვენ ორსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი აზერბაიჯანში, გვახსოვს ეხლანდელი ეს დემონსტრაციული, ესე იგი, მოსკოვსა და ბაქოს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ოცნება ერთი მხრივ აშენებს არა უბრალოდ ისეთ დიქტატურას, რომელიც რაღაც ადამიანის უფლებების მდგომარეობას უარესებს, არამედ მათ შორის საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებასაც კი ვერ ახდენს ამის ხარჯზე. ისე როგორც ეს თქვა გააკეთა ალიევმა რა. ამიტომ მე ძალიან მიჭირს და ამ ფონზე ნეიტრალიტეტის თემის შემოგდება ისევ დღის წესრიგში რას ემსახურება? აი მაგის თქმა მინდოდა გიორგი რომ მე ძალიან მიჭირს წარმოდგენა, როდესაც ესე იგი ჩვენ ქართველები ვიღებთ რეალობას, როდესაც ერთი მხრივ არანაირი დინამიკა არ აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და მეორე მხრივ სრულად ფორმალისტურადაც, ფორმალურადაც, ოფიციალურადაც ხდებით რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ჩამოკიდებული. ეხლა ამ თვალსაზრისით აქ შემოდის რამდენიმე თემა, რომელიც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება. პირველი, მოგეთ რომ დაუბრუნდეთ იმას რა, რაზეც მანამდე ვლაპარაკობდით. ჩვენ საგარეო პოლიტიკური არჩევანი დასავლეთის მიმართულებით, განსაკუთრებით პრეზიდენტ შევარდნაძემ გააკეთა რუსების ამ თავხედური მონაწილეობის გამო ჩვენს კონფლიქტებში და შევარდნაძისთვის, არ ვიცი,
და ბევრი გადაგდების გამო, ბევრი გადაგდების რეგიონი მაინც რომ დაეთმოთ 2002 წელს სიტყვაზე არა, სადაც აი ეს ხალხთა შორის კონფლიქტის ფაზა მნიშვნელოვნად მოგვარებული იყო, ის არ დაიწყებდა, რა ქვია, პრაღის მიმართულებით სიარულს. ანუ მან მოახერხა ის რომ აი არის ენაზე რომ ვილაპარაკოთ საერთაშორისო ურთიერთობებში. ჯერ გადავიდა, არ ვიცი, მიტმასნებიდან გადავიდა ბალანსირებას და მერე დაიწყო რაღაცნაირად, დასავლური ინტეგრაციას ჩაუყარა საფუძველი, არა? და ესენი დღეს რასაც აკეთებენ საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს აღარ არის არც ბალანსირება, რა, იმიტომ რომ ესენი არ ბალანსირებენ დასავლეთსა და რუსეთს შორის. მათ ღიად დაიკავეს რუსეთის ფედერაციის მხარე და თუ იმ დაშვება კიდევ იმეორებ, თუ ჩვენი ისტორიული, ესე იგი, მეხსიერება ჩამოყალიბდა ასე რომ ჩვენ რუსეთისგან გამანძილება დავიწყეთ ტერიტორიული პრობლემების გამო, მაშინ ამ ტერიტორიულ პრობლემების საკითხი რაღაც ფორმით უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ ვერ მოხერხდება ისე ოფიციალურ ურთიერთობებში შესვლა რუსეთთან, თუ არ იქნება და ვერც ნეიტრალიტეტის შესაბამისად გამოცხადება, თუ რაღაც სტატუს კო, ახალი ტიპის სტატუს კო არ გაჩნდება კონფლიქტებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით არსებობს ორი შესაძლო გადაწყვეტა ტერიტორიული საკითხის. პირველი და მე მგონია რომ ამას ტესტავს ოცნება და მათ შორის წულუკიანის კომისიის შექმნა და კონკრეტულად ამ კომისიაში ამ სენსიტიურ საკითხებზე აგვისტოს ომი, ჩორჩანა, ამ თემებზე ასე ლაპარაკი, მგონია ორ მიზანს ემსახურებოდა. ქართველების მეხსიერებაში ან მათი ამორჩევლის მინიმუმ კონფლიქტები უნდა დაუკავშირდეს აბსოლუტურ ბოროტებას, უბრალოდ ჩვენ დაახლოებით ისევე უნდა ვლაპარაკობდეთ აფხაზეთზე და ოსეთზე, როგორც ვლაპარაკობთ დღეს ტაუკლარჯეთზე სიტყვაზე, არა შეიძლება სადღეგრძელო დალიოს ვიღაცამ, რა. ანუ მნიშვნელოვანია რომ მეხსიერებიდან ეს გაქრეს და ამ გაქრობის სარჩული უნდა იყოს ის, რომ ეს მოხდა სხვა ბოროტი ხელისუფლების მიერ, ლაპარაკია, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაზე. და რაც თავარია მოხდა დასავლეთის რაღაცა ტიპის აგენტურის თუ დასავლეთის მოკლედ შეკვეთის გამო, იმიტომ რომ როგორც კი შენ ამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს სხვანაირად შეეხები, ეგ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი შენ შედიხარ კონფრონტაციაში რუსეთთან, რაც ესე იგი რაც გაახლოებს იმ საკითხთან, რასაც ქვია ეს ომისა და მშვიდობის ცრუ რაღაცა დილემა, რომელსაც ოცნება გვთავაზობს. ანუ ეს არის ერთი მცდელობა, მათ შორის ეგ იყო გორში გაკეთებული განცხადება ბოდიშთან დაკავშირებით. ანუ ისინი ტესტავენ, რამდენად მზად არის ქართული საზოგადოება უბრალოდ უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე ყოველგვარი პოზიტიური შინაარსის ცვლილების გარეშე. და ტესტავენ ჩვენს განწყობებს. და მეორე შესაძლო გადაწყვეტა ეს არის ასევე ყალბი, მაგრამ ჩემთვის უფრო საშიში ცრუ გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ეგრეთ წოდებულ კონფედერაციულ მოწყობასთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ეს თბილისის ცხინვალის სოხუმ. რაღაც ტიპის დიდ სამოკავშირეო შეთანხმებაში, მოსკოვის ქვეშ, შეიძლება იყოს სწორედ ეს, თქვათ, იგივე რუსულ-ბელარუსული კავშირის ტიპის გაერთიანება და ასე შემდეგ. ეხლა ეს რატოა საინტერესო? ეს საინტერესოა იმის გამო, რომ ამ მიმართულებით და განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართულებით რამდენჯერმე ჩავიდნენ რუსი ემისრები და ამ იდეებზე ჩაატარეს კონფერენციები და დატესტეს აფხაზური საზოგადოების განწყობა. რამდენად მზად არიან ქართველებთან კონფედერაციულ რაღაცა მოლაპარაკებებში და ასე შემდეგ. ურთიერთობებში შესვლას. ჩვენთან ეს თემა ჯერ აქტიურად არ მოსილებს, თუმცა თუ გახსოვთ, ხშირად ოცნება წინასაარჩევნო ცდილობდა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების მნიშვნელობა დაეკავშირებინა ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საკითხთან. ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ჭირდებათ სწორედ 78 მუხლის გასაუქმებლად და იმისთვის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ვთქვათ, ნეიტრალიტეტი გააფორმონ ფორმალურად. ამდენად მოსალოდნელია თუ რა ქვია მაგას შიშველმა ფორმებმა ანტიდასავლურობის და რუსეთთან საგარეო პოლიტიკაში ესე იგი მიტმასნების ბენდვაგონის რაც ეძახიან რა თუ ამან ღიად არ იმუშავა და ქართული საზოგადოების რეაქცია იყო კაცრი და ძლიერი შესაძლოა რომ ჩვენ შემოგვიგდონ ახალი კომპენსატორი აი ამ კონფედერაციული მოწყობის შესახებ. ეხლა რატომ არის ეს საშიში? ბევრი მიზეზით და მთავარი აქ მაინც არის ის რომ იმ რაღაცა ქიმერისაც რომელსაც გვთავაზობენ და მისი ყველა შედეგის
შედეგად ჩვენ რა თქმა უნდა დავკარგავთ ყოველგვარ ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და მათ შორის ის ქიმერული, არ ვიცი რა შემოგთავაზებენ, გადაწყვეტას კი ტერიტორიული მთლიანობის. იქნება ძალიან მყიფე იმის გამო, რომ მისი გასაღები იქნება საბოლოო ჯამში მოსკოვში, ხო? ანუ იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქნება მოსკოვის ფასილიტაციის ქვეშ გაკეთებული და ნებისმიერ მომენტში რუსეთს ექნება შესაძლებლობა თავიდან აგიფეთქოს ეს ორივე რეგიონი და ანუ შენ ერთი მხრივ დაკარგო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ვერ დააბრუნო დევნილები, ვერ გაავრცელო ეფექტური კონტროლი ვერც ცხინვალზე და ვერც სოხუმზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საჯარო დისკურსში ამ თემის აქტიურად შემოტანას ჩვენი მოსახლეობის დასაბნევად, ხო? როგორც საფრთხეს ასევე უნდა ველოდეთ. ესე იგი, რამდენად რეალისტურია ეს იქნება დამოკიდებული ორ რაღაცაზე, როგორც გითხარით. ერთი მხრივ ჩვენ პირველ ვერსიას რამდენად მივიღებთ, როგორც საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, უბრალოდ დავივიწყოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ომია და ჯობია ნეიტრალურები ვიყოთ, აგერ ჩინეთი მოვა შეგვინახავს და რაღაც ეგეთი ბლეფებით. და მეორე ამბავი მაინც ამის გარდა მიბმულია იმაზე, რომ თვითონ რუსებს მაინდა-მაინც დიდი აპეტიტი რაც ახსენეთ, რომ რაღაცა ქართულ ოცნებასთან რამე გადმოაგდონ. არა აქვთ, იმიტომ რომ ნახე როგორ რაც ისე ჯიბეში გიდევს, ეხლა რატო უნდა აიტკიო თავი აფხაზებს საკუთარი სუვერენულობის განცდა საკმაოდ ძლიერი აქვს, ხო? ხედავთ აფხაზური საზოგადოება სულ რაღაცაზე თავის ტკივილებს უჩენს რუსეთს და ამ თემაზეც ექნება და აი რატო აიტკიოს რუსეთმა თავი ამითი, როცა შეუძლია რომ აგერ ადამიანები ივანიშვილი და მისი სამეგობრო სხვა ამებით ისე დააბას ზოგჯერ მითითებები და ზოგჯერ რაღაცა კორუფციული ამბებით, რომ საერთოდ არ ჭირდებოდეს რა რაღაც დიდი გრანდიდეების შემოთავაზება. ჩვენ უნდა წავიდეთ შეჯამებისკენ და პრინციპში შევაჯამოთ. ოღონდ აი ამ შეჯამებისას იქნება გაგვიზია, რომ შენი ხედვა ამ ეგრეთ წოდებული ნარატივის, უფრო ეგრეთ წოდებული ამ ნარატივის მეორე ფრონტის გახსნის შესახებ შენი გამოცდილება და ხედვა რა. რომ გავფანტოთ სინამდვილეში აი ეს რაღაცა შემოგდებული მითი, რამდენად არსებობდა ან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ვინმე საერთოდ მეორე ფრონტი გაუხსნას. ხო, რადგან რადგან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი ამ პერიოდში, შემიძლია ამ კონტექსტში ვილაპარაკო, თორე ამაზე უამრავ სპეციალისტს უფიქრია და აქ ხო იცით რა დაახლოებით როგორც შავხრელზე ზემოქმედების ტოლფასი ამბავია შეთქმულების თეორიაში საერთოდ ადამიანს როცა რაღაცას ჯერა, კი არ იცის ჯერა, ხო, ანუ წინასწარ განწყობა აქ ასეთი რა და თან ამით რაღაც ტიპის სიამოვნებასაც იღებს. შეთქმულების თეორია რა არის, ხო, აი მამარდაშის აქედან ნათქვამი, რომ ეგ არისო იდიოტის თავში ჩატეული მთელი სამყაროს კომპლექსურობაო რა, ანუ შეუცებ ახსენი ყველაფერი რა, რთული გეოპოლიტიკური პროცესები ახსენი რაღაცა მარტივი ფორმულით და თან შენ გათავისუფლდი. გარდა იმისა, რომ გაიგე, გათავისუფლდი იმისგან, რომ შენცი ვინ არის ბოროტ და ვინ არის კეთილი და აქ გაიადვილე სამყაროში, რომელიც არ არის შავ-თეთრი, გადაწყვეტილების მიღება. თან ეს decision fatigue-ს რასაც ეძახიან, ანუ გადაწყვეტილება, რომ ყოველდღე უნდა მიიღო რა არის სინდისიერი ქცევა და უსინდისო ქცევა, всё თავისუფალი ხარ რა, იცი რომ მართლების მხარეს ხარ. ეგ არის. და აქ ძალიან რთულია რამე არგუმენტებით ადამიანების დარწმუნება. მაგრამ მე ამ შემთხვევაში რადგან ფრონტზეა ლაპარაკი, ეგ შემიძლია გავიხსენო გიორგი, რომ ესე იგი, აი მან თუ ვინმეს პრაგმატული არგუმენტი აინტერესებს. ჯერ ერთი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას და შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, რომ ამერიკელებზე რატო ამბობ. მე ასეთი რა ქვია, არაჯანსაღად, იმიტომ რომ უკვე ვერ იაზრებდნენ რა სად იყვნენ, არაჯანსაღად ლოიალური თუ რაღაცა ზედმეტ და ფამილარულ ურთიერთობებში შესული ქართულ ოცნებასთან ხელისუფლების ამერიკული ყოფნა თავდაცვის სამინისტროში როგორც იყო 2019-დან 22 წლამდე არ მახსოვს. ანუ ეს იყო ვითარება, როდესაც თავარი ამერიკელი რჩეველი, რომელსაც კარგად ვიცნობდი, ძალიან ბედნიერი იყო და ღარიბაშვილით, როგორც თავდაცვის მინისტრით, ერთი სული ჰქონდა ღარიბაშვილი, როდის გადავიდოდა პრემიერ-მინისტრად. და ის ასევე ძალიან გულშემატკივრობდა ხალბატონ ლელა ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრობას, რომ აი ის ახლა თავდაცვის მინისტრი გახდება, she's რა ვიცი, institutional memory of the organization და რაღაც ეგეთებს გვეუბნებოდა რა.
მე ანუ უკვე ვხედავ რომ ეს რა დროა იცი რომ ანუ სამინისტროში ვხედავ რომ რაღაცები ფუჭდება რა და თან ანუ ამათ განწყობას ხო ვხედავ მაგალითად დაპირდნენ რომ თავდაცვის სტრატეგიას მიიღებენ და გადააგდეს ამერიკელები დაპირდნენ რომ რაღაცა მაშინ სერიოზული შესაძლებლობები ჰქონდა რამდენიმე კარგი სისტემის შესყიდვის და უკან დაიხიეს და ვხედავ რომ აი რაღაც ძალიან საშინელება ხდება რა ამ კორუფციის ამბებს რომ თავი დავანებოდა ინფრასტრუქტურას და რაღაცებს რაც გელაპარაკ მაგრამ ესენი ძალიან ბედნიერები არიან. ანუ ელჩი დეგნანი იყო ძალიან ახლოს ღარიბაშვილთან. და მე მგონი მის გარემოცვასთან და ასე შემდეგ. ხო და ეს ის დრო არ დაგავიწყეთ, თავდაცვის მდივანი ჩამოვიდა ოსტინი. რა ქვია, თბილისში და მე უკვე ღარიბაშვილი პრემიერია და ჯვანშერ ბურჭულაძე უმასპინძლა და მაშინ თავდაცვის სამინისტროსთვის აპირებდნენ ეს ხალხი აპირებდა უპრეცედენტოდ დიდი უსაფრთხოების პროგრამის გამოყოფას რა და სპეციალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იქირავეს ძალიან მნიშვნელოვანი მკვლევარი ჯეიმს ლოკერია ეგეთი კაცი რომელმაც აი ეს Goldwater რა ერქვა ეს აქტი რომ მიიღეს აი ბოლო დიდი თავდაცვის რეფორმა რომ ჩაატარეს ამერიკის ეს ამ ადამიანის ეს იყო ჯგუფის ხელმძღვანელი ეს კაცი და ეს კაცი დაიქირავეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოდერნიზებისთვის რა. ოღონდ მე ხო ეხა შიდა დინამიკასაც ვხედავდი და ვხედავდი იმას რომ სინამდვილეში აქ ამ ხალხს ამის გაკეთება არ უნდოდა რა და ხშირად ეს ამერიკელები ოთახიდან რომ გადიოდნენ ესენი მე დასცინოდნენ და რაღაცა ეგეთები მაგრამ როგორ გინდა ეხა მე ამ ამერიკელ ჩეველთან მიხვიდე და უთხრა რომ ეს ხალხი სინამდვილეში დაქცია. ეს ის დრო ეხა მე არ მინდა შიდა იმიტომ რომ თვითონ ჰამილტონმა შეუძლია მოყვეს არ ვიცი შეიძლება იცნობ რობერტ ჰამილტონს და მე როდესმე შეგიძლია დაუკავშირდნენ მაგრამ ამ დროს ქვეყნდება FPRI არის ეგეთი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Foreign Policy Research Institute საქართველოში იმ დროს ესე იგი ამერიკელი მრჩევლის ბობ ჰამილტონის რომელსაც ქართული მედია იცნობს სტატია ამერიკის უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარებები რატომ ვერ მუშაობს საქართველოში და ბობი ამას აქვეყნებს როგორც მოქმედი თანამშრომელი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის თბილისში. და ეს ძალიან ისეთი საგანგაშო სტატიაა ჩემთვის რა, იმ თვალს წარმოვიდგინე, ესე იგი, რამდენი დრო დასჭირდებოდა ჰამილტონს, როგორ იძულებული გახდა ჰამილტონი ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოეტანა და რა, ესე იგი, მანამდე რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ რა, რომ ჰამილტონი რას წერს ამ სტატიაში, რომ მოკლედ ჩვენ ქართველებს ვეხმარებით ისე, რომ ისინი არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს და ამით უბრალოდ ვაფუჭებთ ამ ხალხს. ანუ ეს ნდობის კრედიტი რაღაცა ტიპის პირობითობებს, აი კონდიშნალიტის რასაც ეძახიან, ამას უნდა ეფუძნებოდეს რა. ეხლა ეს შესავალი რატო გავაკეთე, რომ მოკლედ აბსოლუტური ჰარმონია არის ამ დროს ღარიბაშვილს და ელჩ დეგნას შორის, რომელიც მე გახსოვთ ხო, როგორ ლანძღეს აქედან რომ წავიდა. შემდეგ იწყება უკრაინაში ომი და ძალიან სწრაფად ვრცელდება ის ჭორი იმის თაობაზე, რომ რაღაც თითქოს შედგა შეხვედრა ელჩ დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილის შორის, ხო გახსოვთ ეს? და მე ეს კარგად მახსოვს იმ თვალსაზრისით, რომ თავდაცვის სამინისტროში აი თითქოს დავალებული რომ ჰქონდათ ამ საკითხზე ყველას უნდა ელაპარაკა და აზრები უნდა დატესტილიყო რა, ანუ რას ფიქრობდი ამ შეხვედრაზე. და ჩემი პოზიცია იყო ეგეთი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეხვდა მეთქი და მე აღარც დეგნას უარყვია და ივანიშვილმაც გააკეთა ამაზე განცხადება. მაგრამ მე მომდი რომ შეხვედრა ალბათ შედგა, მაგრამ ეხლა ომი რა შუაშია რა, იმიტომ რომ ივანიშვილს და დეგნას ჰქონდათ ასევე ალბათ არაერთხელ შეხვდნენ ასე ერთმანეთს. რაც ჩემს იყო შეცდომა დეგნანის, რომელიც სრულიად მოუმზადებელი შეხვდა აქ იმ ავტორიტარულ გარდაქმნას, რომელიც ქვეყანაში სწრაფად მოხდა და მისი უსაფრთხოების თემის და ასე შემდეგ არ იყო ამისთვის და არც თვითონ პერსონალურად. და მოკლედ ამ შეხვედრაზე სადღაც ესე იგი ივანიშვილსა და დეგნას შორის ну აიგო ბევრი მითი და ეს მითი ძირითადად იყო ის რომ თითქოს რა ქვია მაგას ამერიკელები გთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. მაგრამ ამასობაში ერთი საფეხურით ქვემოთ უკვე თავდაცვის სამინისტროს დონეზე რა ტიპის მოლაპარაკებები მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის რომ აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ რომ ამ დროს მე არ ვიყავი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ამ ბევრ გადაწყვეტილების მიღებებთან მქონდა უშუალო კომუნიკაცია. არასდროს არც ერთ დღეს ამერიკელებს ჩვენთვის არ უთქვამთ
არც ერთ კონკრეტულ სისტემაზე, რომელიც საქართველოს გინდა თუ არა მოგვეცითო. ეს იყო პროტოკოლური წერილი. პროტოკოლური წერილი რას ნიშნავს, რომ მსგავსი წერილები დაეგზავნათ სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს, სადაც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინელებს ესაჭიროებათ ეს სისტემა, თუ თქვენ გაქვთ ეს სისტემა, რომელსაც უკრაინას სწრაფად გადასცემთ, მაშინ ჩვენ ამერიკელები მზად ვართ, რომ ამ სისტემის კომპენსატორი დასავლური ანალოგი გადმოგცეთ თქვენ. ეს იყო ომის საწყისი ფაზა. წარმოიდგინე, რუკას რო დახედო, ხა საიდან შეიძლება უკრაინაში სწრაფად შეიტანო ისეთი შეიარაღება, რომელსაც უკრაინელი ოფიცრები სწრაფად აითვისებენ. თუ არა პოსტსაბჭოთა სივრციდან. ბელარუსიდან? ვერა, რუსეთიდან? ვერა, ხო? მოლდოვიდან? რაც შეეძლო მისცა, მაგრამ არ ქონდა მოლდო. გასაგები მიზეზების გამო ორი ქვეყანა შავი ზღვის გადასწრებ და გადმოსწრებ გახდა ძალიან ესა რა ქვია, საქართველო, რომელსაც კითხესი და ბულგარეთი, რომელიც რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მხარდამჭერია შეიარაღების თვალსაზრისით დღესაც უკრაინის. იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ამ სისტემებს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ჰქონდათ, ადვილად აითვისებდნენ უკრაინას და მეტი ჩვენ ბევრი ისეთი სისტემა ჰქონდა, რომელიც უკრაინისგან ჰქონდა, ნახეთ. ამ პროტოკოლურ წერილზე შენ გონია რომ რეაქცია იყო რომ არ მივცეთო? ანუ ყველა ბედნიერები იყვნენ ძალიან ბევრი ქართველი ოფიცერი. ეხა არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ხალხი. ანუ ამათ გასაგები მიზეზების გამო რეაქცია ჰქონდათ რომ ეხა ჩვენ ამ ჯარდს მოვიშორებთ და კარგ ამერიკულ ანალოგს მივიღებთ ამ სისტემის რა. და მე უცებ ერთ შვენიერ დღეს ეს არის აი ორ კვირაში ერთ თვეში იცვლება ამ საკითხებზე ლაპარაკიც კი უკვე შიგნით არის რაღაც საშიში დაძაბულობა რა, რომ ამაზე არავინ არ უნდა ილაპარაკოს. და ანუ ეს საუცილებლად უნდა ვთქვა გიორგი, რომ ჩემთვის რა იყო კიდე იცი საინტერესო, რომ ესე იგი მე როგორ ვიგებ ამ ამბავს, რა გარდა იმისა, ეხა ბიძინა ივანიშვილის რა პირდაპირ კავშირები აქვს რუსეთთან, ეს არ ვიცით ჩვენ რა. მე ესე უყურებ ამ ამბავს და აი რამა კიდე ამის და სამტკიცი ესე ვთქვათ. მე ვხედავდი, რომ აი უკვე დაახლოებით მარტში, როდესაც ჩანს, რომ კიევი აღარ დაეცემა, მეტიც სადღაც კონჩეტევაზე გადავიდა კიევის ირგვლივ უკრაინა, მე მგონი ბუჩა გაწმენდილია. ხვდები თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ელიტასთან, რომ ყველა ეს დეპარტამენტის უფროსი დანიშნულია ღარიბაშვილის დროს ამ დროს. და მათთან მაქვს ესეთი არაფორმალურ შეხვედრაზე მოვხდი მოკლედ და ეს ხალხი მიმტკიცებს, რომ ხვალ ზეგ დაეცევა კიევი. აი სერიოზულად მიმტკიცებენ, რომ ეს აუცილებლად მოხდება რა. და არც ერთი არ არის ამათგან უგონო ბიჭი, ან რაღაცა ადამიანის ანალიზი არ შეუძლია და ამ შემდეგ და დარწმუნებული ვარ უბრალოდ, რომ ქონდათ ეს დავალება, რომ სუფრაზე მოხდებოდნენ თუ ბირჟაზე მოხდებოდნენ, ეს უნდა ელაპარაკათ. და მე აქ უბრალოდ ეგრე ჩავაჭირე, რომ მეთქი მეგობრებო, თქვენ, არ ვიცი, ქართველი ოფიცრების მომზადებულ ანალიტიკურ ბრიფებს, მე ამას მიზიარებენ და თქვენ ხო გიზიარებენ, იქ არ წერია ასეთი რაღაცა და რას ეყდნობით მეთქი რა. ნუ ძალიან დაიბნენ მაგაზე. სხვათა შორის მე ამ ბრიფების მომზადებელის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის შეფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ყველაფრის მე მოხსნეს. ხო და მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა დარწმუნებული იყო, რომ რუსული არმია არის უძლეველი, რომ კიევის საკითხი გადაწყდებოდა 2-3 დღეში და რომ საჭირო იყო ის ისე მოქცეულიყო ამ დროს, როგორც მას რაღაც განუსაზღვრეს და რის შედეგადაც ის აუცილებლად დაჯილდოვდებოდა. და მე უკვე როდესაც რაღაცები ერთი თვე გაგრძელდა, ორი კვირა გაგრძელდა და ერთ თვეზე მეთხანს გაგრძელდა, ხო? ამასობაში შემოვიდა სხვა ინსენტივები უკვე ამ ტიპის ქმედებისთვის, ეს იყო ჩემის აზრით უკვე ფული. ანუ ნახე როგორი რაღაცა უკრაინაში მიმდინარე ომმა გააჩინა ახალი ტიპის მომარაგების ჯაჭვები, ახალი ტიპის ბიზნესები, რუსებისთვის სანქციების გვერდისავლისთვის და ასე შემდეგ. სოფლიოში ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი აღმოჩნდა იმ ხარეს, რომ თვით გერმანელმა ბიურგერმაც კი შეიქმნა რაღაც დისკომფორტი, გაზი გაუძვირდა და ასე შემდეგ იმისთვის, რომ უკრაინას დახმარებოდა. ჩვენ სამწუხაროდ აღმოჩნდით იმ ხარეს, სადაც უკრაინელი ბავშვების, არ ვიცი, სისხლის ფასად ნაშოვნ ფულზე ვიღაცებმა დაიწყეს ფულის შოვნა. და სამწუხაროდ ეხა ეგაც უნდა ვთქვათ, გიორგი, რომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ივანიშვილის ფაქტორზე ჩვენ რა. 2024 წლის ოქტომბერში
ამ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრმა ჩვენმა მეზობელმა ნათესაურმა და ასე შემდეგ მისცა ხმა. და რითი იყო ეს ხალხი ბედნიერი? შემოსული ტურისტით, რესტორნებით და ასე შემდეგ. სადაც იხარჯებოდა ზუსტად ეგ ფული, შავი ფული. მაგას ქვია war profiteers ეძახიან, ანუ ომზე მომგები ხალხი. და ეგ მაგ დიდ რაღაცა ისტორიულ არ ვიცი, შეცდომას დავარქოთ შეცდომა. თუ ცოდვას. თუ რამე გვაშორებს ჩვენ და ოდესმე პირნათელი გვინდა რომ ვიყოთ კაცობრიობის წინაშე, ეგ იქნებიან ისევ ის ქართველი ბიჭები, რომელიც პირველივე დღეს წავიდნენ უკრაინაში და უკვე მე საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან. უბრალოდ ეგ რომ არა, ჩვენ ისტორიის ძალიან არასწორ მხარეს აღმოჩნდით. და ამაში ირიბად ყველა მივიღეთ სამწუხაროდ მონაწილეობა, მათ შორის იმ ხალხმაც, ვინც აქტიურად ვეწინააღმდეგებთ ამ წუთში ივანიშვილს. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. ეს თემა არის ამოუწურავი და ეხლა ყველა სეგმენტს ვერ შევეხებით, იმიტომ რომ ყველამაც ვინც გვიყურებს, ისიც საკმაოდ დროს დახარჯავს და დაუტოვოთ კიდე შემდეგი ნაწილები უკვე შემდეგ. მადლობა გიორგი მოწვევით. მადლობა.